ნაციონალური მოძრაობა არის საბჭოთა კავშირის მეტასტაზი, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში უნდა ამოიკვეთოს. ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხაინდრავამ ყურადღება ამ მრჩეველთა იმ კატეგორიაზე გაამახვილა, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცეს. ამ სიბნელეს ამ პოსტსაბჭოურ სიბნელეს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ერქვა და ნაციონალური მოძრაობა იყო ნამდვილად მაგალითი პოსტსაბჭოური განვითარების და ეს ბევრ ქვეყანაშია და ამის მაგალითს ახლა მაგალითად უკრაინაში ვხედავთ ყველაზე ნათლად, რას ნიშნავს პოსტსაბჭოთა საზოგადოება ნელ-ნელა გამოდის ამ კოშმარიდან, ამ შოკიდან და ემსგავსება ცივილიზებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ის რომ 400,000 ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, რომელიც ხმად საძლევს ძალადობას, ეს რა თქმა უნდა მოსაწონი ვერ იქნება. ესე უცებ განკორნება არ ხდება სარკომისგან და ბოლშევიზმის სარკომა იყო და ნაციონალური მოძრაობა მაგ სარკომის მეტასტაზები იყო.